კადრები, რომლებსაც ახლა თვალსადევნებთ, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მიერაა გადაღებული და ასახავს თუ როგორ დაბომბა პუტინის არმიამ სუმის რეგიონში სამედიცინო დაწესებულება. ეს კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და კრემლის მმართველის საუბრიდან სულ რამდენიმე საათში მოხდა. ამასთან რუსეთი თავს დაესხა დნიპროს ოლქში რკინიგზის ენერგოსისტემას, რითიც დაარღვია ამერიკის პრეზიდენტისთვის სატელეფონო საუბრისას მიცემული პირობა, რომ ენერგოობიექტებს არ შეეხებოდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების თქმით, 18 მარტის ღამეს კრემლმა 145 ირანული წარმოების დამრტყმელი დრონით, 2 ბალისტიკური რაკეტა ისკანდერ M-ითა და 4 S-300 ტიპის რაკეტით მიიტანა იერიში. ოფიციალური ინფორმაციით, მათი სამიზნე იყო უკრაინის არაერთი მშვიდობიანი ოლქი, მათ შორის სუმის, ხარკივის, ზაპორიჟიეს, ოდესისა და კიევის ოლქები. რთული ვითარება იყო ფრონტის ხაზზეც. Загалом напередодні було 140 бойових зіткнень. На Харківському გასულ დღეს ჯამში 140 საბრძოლო შეტაკება იყო. განახლებული ინფორმაციით, მტერმა უკრაინულ პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე 65 საავიაციო იერიში მიიტანა. ჩამოაგდეს 81 მართვადი ბომბი. გამოიყენეს დაახლოებით 2200 თვითმკვლელი დრონი. ასევე საარტილერიო საშუალებებით 5300 ჯერ გაგვიხსნეს ცეცხლი. მათ შორის 88 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. შეტევების ძირითადი მიმართულებები იყო ჩერნიჰივის, სუმის, ხარკივისა და ზაპორიჟიის ოლქები. з реактивних систем залпового вогню. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინს სურს რამდენიმე უკრაინულ ოლქზე გააძლიეროს იერიშები. გავრცელებულ განცხადებაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პუტინმა ფაქტობრივად უარყო წინადადება ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ. ზელენსკის თქმით, სწორი ნაბიჯი იქნება ის, რომ მსოფლიომ არ დაუშვას და უარი უთხრას პუტინს ამ ომის გახანგრძლივებაზე. დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და დახმარება გაუწიოს უკრაინას. Що хоче Путін? რა უნდა პუტინს? პუტინს უნდა რამდენიმე მიმართულებით შეტევითი ოპერაციების წარმართვა. როგორც აღვნიშნეთ, ესაა ზაპოროჟიის, ხარკივისა და სუმის მიმართულებით. ის ამის გაკეთებას შეეცდება, რათა მაქსიმალური ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე. ამასთან ის ეცდება ეს ყველაფერი უახლოეს თვეებში გააკეთოს. მისი მიზანია წინ წაიწიოს რუსულმა ჯარმა. არ აინტერესებს რამდენი ჯარისკაცი ჰყავს არმიაში. ამას იმიტომ აკეთებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისას მეტი ულტიმატუმი ჰქონდეს. უკრაინის დაბომბვიდან მალევე განცხადება გაავრცელა რუსეთის თავდაცვის უწყებამ. 19 მარტს რუსეთ-ამერიკას შორის მაღალი დონის მოლაპარაკება გაიმართა. გადაწყდა, რომ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები დროებით უნდა შეწყვეტილიყო. ეს რუსეთის პრეზიდენტის სურვილიც იყო, თუმცა იმავე ღამეს მოლაპარაკებების დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ კიევის რეჟიმი 3 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით მიზან მიმართულად დაესხა თავს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას კრასნოდარის მხარეში. თუმცა რუსული მხარე მხოლოდ ამას არ სჯერდება. 19 მარტს დილით ბელგოროდის გუბერნატორმაც გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის საზღვრის გასწვრივ საბრძოლო შეტაკებებია უკრაინის არმიასთან. ვიაჩესლავ გლატკოვი დრონებით იერიშებზეც საუბრობს და ოლქზე განხორციელებულ შეტევებში უკრაინას ადანაშაულებს. Обстановка в Краснорусском районе. ბელგოროდის ოლქში, კერძოდ კრასნოიარუჟსკის რაიონში ვითარება კვლავ მძიმეა. თავდაცვის სამინისტრო და სასაზღვრო ძალები დავალებებს ასრულებენ. ჩვენი საერთო ამოცანა ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებაა. მაქსიმალურად ვცდილობთ ამ მიზნის მიღწევას. დღეს აუცილებლად მივალ შემთხვევის ადგილებზე. ვნახავ, როგორ სრულდება დავალებები და აუცილებლად გაგიზიარებთ ამ ინფორმაციას. Задача. მედიასთან ონლაინ კონფერენციის დროს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ბელგოროდის ოლქში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვა. მას პირდაპირ პასუხი არ გაუწია, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინას უფლება აქვს ქვეყანაში იერიშების აღსაკვეთად პროაქტიულად იმოქმედოს. Україна виконує своє завдання в Курському регіоні. უკრაინელი ჯარისკაცები სამხედრო ოპერაციებს აგრძელებენ კურსკში და იქამდე დარჩებიან, სანამ საჭირო იქნება. ჩვენ გავაძლიერეთ ძალები ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთ მიმართულებაზე. პუტინმა თქვა, რომ კურსკში ჩვენი ბიჭები ალყაში არიან. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არაა. პუტინის გადასაწყვეტი არ არის, რას მოიმოქმედებენ ჩვენები. სანამ მტერი ჩვენს მიწაზეა, ეს ნაბიჯები აბსოლუტურად გასაგები და სტრატეგიულია. სუმის ოლქის საზღვარზე ჯარისკაცების ახალი კონცენტრაცია ვნახეთ. ვხედავთ, რისი გაკეთება სურთ. მათ სურთ, რომ სუმის, ხარკივის ზაპოროჟიის ოლქებზე იერიშები მიიტანო. აი რას ვხედავთ ჩვენ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს ასე მარტივად მოხდეს.
დონალდ ტრამპი თulis, რომ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი საკმაოდ პროდუქტიული იყო. სავარაუდოდ ეს შეფასება მაშინ გამოქვეყნდა, როდესაც რუსეთი ბალისტიკური სარაკეტო სისტემებითა და დრონებით უტევდა კიევს. უკრაინელი სამხედროები კი თავდაცვის მიზნით რუსეთს კონტრიერიშებით პასუხობდნენ. რუსეთის ომი უკრაინაში კი გრძელდება.